How could you be როგორ შეიძლება განადგურდეთ, როდესაც ნატოს წევრები ხართ? მეხუთე მუხლს აღარ აქვს მნიშვნელობა? Well, the Article 5 მეხუთე მუხლი ყველა ქვეყანას აძლევს საშუალებას მისთვის მისაღები პასუხი გამოიმუშაოს. ის ძალის გამოყენებას არ ავალდებულებს. და თუნდაც ავალდებულებდეს, როგორ ფიქრობთ, გარისკავდნენ კი ამერიკელები ბირთვულ ომს თქვენს გადასარჩენად. Professor Diesel, thank you so much for being with us, for your time. პროფესორო დიზელი, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და დრო დაგვიტანთ. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, თბილისში, ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, რომლის მიზანიც გლობალური ტენდენციების განხილვაა. ნებამომეცით პირველ რიგში კითხოთ კონფლიქტის შესახებ, რომელსაც ახლა ევროპაში ვაკვირდებით და რომელიც საკმაოდ დრამატულად ვითარდება. რამდენად ახლოს ვართ რეალურად კონფლიქტის გადაწყვეტასთან. ახლა, როცა მოლაპარაკებები დაიწყო და ტრამპი უფრო რეალისტურ მიდგომებს გვთავაზობს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. მაგრამ მეორე მხრივ კონფლიქტის მხარეებს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებზე თავდასხმა აღსანიშნავია მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. რას ფიქრობთ, შევდივართ კონფლიქტის ახალ ფაზაში, თუნდაც მის ბირთვულ ფაზაში, თუ უახლოვდებით მის მოგვარებას? Resolution of the conflict. Well, I tend to be pessimistic because მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან პრობლემა ისაა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის. ამ დროს მე არ ფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტია. ფიქრობ, ეს ნატოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტია, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ასე რომ უკრაინელები, როგორც ყველა მხარე აღიარებს, ახლა ეს პროქსი ძალად გამოიყენებია. ჩემი აზრით, კონფლიქტის წყარო არის საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაკოლვანება. მარტივად რომ თქვათ 90-იან წლებში მას შემდეგ რაც შევთანხმდით ინკლუზიური უსაფრთხოების ინსტიტუტის შექმნაზე, რის შემდეგაც გავიაზრეთ რომ რუსეთი ძალიან დასუსტდა, შევცვალეთ ევროპული უსაფრთხოების ფორმატი. ინკლუზიურის ნაცვლად გადავწყვიტეთ, მოდით გქონდეს ინსტიტუტი, რომელიც კოლექტიურ ჰეგემონიაზე იქნება დაფუძნებული. ანუ ნატო გაფართოვდებოდა და დომინაციას დაამყარებდა. მისი ნაწილი უნდა გამხდარიყო ყველა რუსეთის გარდა, რათა მისი სისუსტე შეგვენარჩუნებინა. როგორც 90-იან წლებში ბევრმა აღიარა, ამაში პრობლემა ისა, რომ გუბრუნდებით ცივი ომის ლოგიკას. თქვენს წინაშეა არჩევანი, რომელ ბლოკს მიეკუთვნებით. ეს ძალიან საშიშია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, რადგან გამყოფი ხაზის გასწვრივ ხართ. ან აღმოსავლეთს უნდა მიეკუთვნოთ, ან დასავლეთს. ამასთან ერთად საზოგადოება შინაგანადაც იშლება, რადგან სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. ეს არის მთავარი პრობლემა. მე მსურს ვიხილო მოლაპარაკებები ნატოსა და რუსეთს შორის. თუ ეს განზომილება არ გვექნება, ძალიან რთული იქნება ამ ომის ფუძემდებლური მიზეზების არ მომხრა. მე ვერ ვხედავ, რომ დღეს ვინმე მზად იყოს ამის გასაკეთებლად. ასე რომ ეს მუდმივი ესკალაციაა. გახსოვდეთ, როდესაც რუსები 3 წელს წინ შეიჭრნენ უკრაინაში, დასავლეთში ამბობდნენ, რომ არც კი განიხილებოდა ჩვეულებრივი ტანკების, აბრამსების და სხვა შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა, რადგან ეს ზედმეტად დიდი ესკალაცია იქნებოდა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, ჩვენ ვერ გადავცემთ 16-ებს უკრაინას, რადგან ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს. შეხედეთ, სად ვართ დღეს. უკვე ყველა ტიპის იარაღ საჭიროა. ეს ომი ძირითადად ნატოს მიერ მიმდინარეობს, რომელიც ლოგისტიკას, დაზვერვას, სამიზნე მონაცემებს და იარაღს საჭიროებს. მაგრამ ახლა ვიხილეთ რუსეთის ბირთვულ ძალებზე თავდასხმა, მის ბირთვულ შეკავებაზე და რა რეაქცია აქვს დასავლეთს. ვინმე ნერვიულობს? არა, ისინი ტაშს უკრავენ, ზეიმობენ, თითქოს ეს კარგია, ასე რომ ძალიან უახლოვდებით მასობრივ კატასტროფას. თუმცა ძალიან შემაშფოთებელია, რომ ამას არავინ აღიარებს. პრობლემის სათავე ისაა, რომ არავინ აღიარებს ამ შეტევის პროვოკაციულობას, რადგან თუ ითქვით, რომ ამას შეუძლია რუსეთის პროვოცირება, გეტყვიან, რომ თქვენ პრორუსი ხართ და არ გსურს თქვენი მოსმენა. ასე რომ მხოლოდ ომისა და ესკალაციის მომხრენი უსმენენ ერთმანეთს. ეს უზარმაზარი პრობლემაა. Huge problem. As you say, that was very როგორც თქვენ თქვით, თავიდან ამბობდნენ, რომ არ უნდა გაეგზავნოთ F-16-ები, შორმანძილზე მოქმედი რაკეტები და ასე შემდეგ. ახლა კი ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები ბუნდოვანია. ვერც კი ვხვდებით, სად გადის წითელი ხაზი. სად და ვინ გადაკვეთა ის? როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბირთვული თვითმფრინავების დაბომბვამ შეიძლება საგანგაშო პროცესის პროვოცირება მოახდინოს. რას ნიშნავს გლობალური უსაფრთხოებისათვის, როცა საკმარისად მკაფიო ხაზები აღარ არსებობს, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება? from the both of the sides. Well, I think the problem is პრობლემა ისაა, რომ გავაუქმეთ პროქსი ომის ყველა წესი და არაოფიციალური შეთანხმება. ისინი უბრალოდ გაქრა და მათ აღდგენას არ ვცდილობთ.
ორივე მხარეს უწევს ჯარების ახმედრო ძალის გამოყენება, რათა პროქსი ომებისთვის ახალი წესები ჩამოაყალიბდეს. გახსოვთ პური 2014 წელს, როცა უკრაინის მთავრობა ნატოს ქვეყნების მხარდაჭერით დაამხეს. გადატრიალების მეორე დღეს ამერიკელებმა დაიწყეს უკრაინის სადაზვერვო სამსახურების, ასე ვთქვათ, მიტაცება. ამერიკელებმა მოგვიანებით აღიარეს, რომ მათ მოუწიათ უკრაინული სპეცსამსახურების ნულიდან აშენება, რადგან ყოფილი სადაზვერვო სამსახურები ზედმეტად პრორუსულებად მიიჩნეოდა. ასე რომ მათ დაიწყეს უკრაინის როგორც პროქსი ძალის მშენებლობა. მათ აქციას სადაზვერვო სამსახურები და სამხედრო ძალები მოკავშირეებად რუსეთის წინააღმდეგ. დღეს სირთულეა იმის დადგენა, სად მთავრდება რუსეთსა და უკრაინას შორის ომი და რა მომენტიდან უნდა ჩაითვალოს ის ნატოსა და რუსეთს შორის ომად. როგორც ხედავთ, ამ ომს ძირითადად ამერიკა მართავს გერმანიიდან. მათ ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმებების ჩაშლას, რადგან მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰქონდათ შესაძლებლობა ებრძოლათ რუსეთთან უკრაინელების ხელით. ასევე რა მომენტიდან უნდა უწოდოთ გარკვეულ უქმედებას ამერიკული თავდასხმა, რადგან არა მხოლოდ ყველაფერი ლოჯისტიკიდან იარაღამდე დაზვერვამდე და სამიზნემდე ამერიკულია. არამედ ცხადია, რომ შორმანძილზე მოქმედი რაკეტებიც ამერიკამ უნდა მართოს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელები აღარც კი მონაწილეობენ ამ პროცესში. ყველაფერში შეერთებული შტატებია ჩართული, ამერიკელები თავს ესხმიან რუსეთს. ამასობაში ტრამპი აცხადებს, ეს ჩვენი ომი არ არის, ეს ბაიდენის ომია და ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას, ის ცდილობს შუამავლობას და ჩვენ ამ ილუზიაში ვეფლობით, ისე რომ ვერ ვხვდებით, რამდენად ახლოს ვართ პირდაპირ დაპირისპირებასთან, რეალურ ბირთვულ ომთან. წარმოიდგინეთ, ახლა რუსეთში პუტინის მრჩეველი რომ ყოფილიყავით, რა სიტყოდით? ნატოს ქვეყნები უკრაინას იყენებენ, რადგან უკრაინას ნატოს გარეშე არ აქვს რესურსი თავს დაესხას რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენებს. როგორ ვაპირებთ რეაგირებას? თუ რუსეთი რეაგირების გარეშე დატოვებს ბირთვულ ძალებზე თავდასხმას, ეს მათთვის ძალიან სახიფათო იქნება. ეს ცუდ პრეცედენტს შექმნის. თუ რუსეთი რეაგირებას მოახდენენ, მაშინ მესამე მსოფლიო ომის რისკს უახლოვდებით. მაშ რა ვქნათ? ეს ძალიან საშიში დილემა. ეს ზრდის პუტინზე ზეწოლას, რომ ნატოს მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს. ეს ძალიან საშიში სიტუაცია, მაგრამ ამაზე საუბარი აკრძალულია, თუ აღიარებთ, რომ რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ლეგიტიმურია, თქვენზე იტყვიან, რომ თქვენ პრორუსი ხართ და არ გაქვთ უფლება ამ განხილვაში მიიღოთ მონაწილეობა. ასე რომ არ არსებობს დისკუსია იმ სიგიჟის გარშემო, რომელშიც ჩაგვითრიას. Somehow Trump helped us. ტრამპი თითქოს დაგვეხმარა, რადგან მან დაიწყო საუბარი რუსეთის ლეგიტიმურ პრეტენზიებზე. დარწმუნებული ვარ, ნახეთ ტრამპის პოსტი პუტინთან საუბრის შესახებ. მან თქვა, რომ პუტინი აპირებს პასუხს. რას უნდა ველოდოთ? ალბათ ეს ნიშნავს, რომ მათ განიხილეს რუსული მხრიდან პასუხის შესაძლო მასშტაბი ამ სატელეფონო საუბრისას. მაგრამ მაინც თუ რუსეთი მართლაც უპასუხებს პროპორციულად, ანუ თუ ის უპასუხებს ნატოს როგორც ოპერაციის აქტორს. ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს? სად ვართ ამ in this regard. Well, if you were Putinis ადგილას ალბათ ისურვებდით ისეთი პასუხის გაცემას, რომელიც ნატოს მხრიდან მსგავსი ქმედების განმეორების პრევენციას მოახდენდა. მაგრამ ამასთან ერთად თქვენმა პასუხმა არ უნდა გამოიჩიოს ბირთვული ომი. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ის ბირთვული იარაღს გამოიყენებს, ეს მსოფლიოს დასასრული იქნებოდა. მაგრამ ასევე ზედმეტად რბილიც ვერ იქნება, რადგან მაშინ ნატო გათამამდება. გაჩნდება განცდა, რომ შეგვიძლია რუსეთის ბირთვულ ძალებზე თავდასხმის განხორციელება ყოველგვარი შედეგების გარეშე. ეს პასუხი შეიძლება მოიცავდე ორეშნიკების უფრო ინტენსიურ გამოყენებას, რადგან ისინი ძალზე ძლიერია და არ ითვლება ბირთვული იარაღად. მას ასევე შეუძლია მეტი ტერიტორიის დაკავება. უბრალოდ შეუძლია თქვას, ახლა გვჭირდება მეტი ბუფერული ზონა, გვჭირდება სუმი, ან ხარკოვი, ან მსგავსი რამ. შეუძლია არ უპასუხოს, თუმცა ის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არის. ხშირად ვამბობთ დასავლეთში, რომ პუტინი დიქტატორია, მაგრამ ეს არასწორია. დიქტატორს სრული კონტროლი ექნებოდა. მას არ აქვს. მას უწევს პოლიტიკური კლასის გათვალისწინება. თუ არ უპასუხებს, ზეწოლა გამანადგურებელი იქნება. ასე რომ, ფიქრობ, პასუხს უნდა ველოდოთ, თუმცა ზუსტად რას გააკეთებს, მხოლოდ სპეკულაცია შეიძლება. ამ პასუხმა საკმარისად უნდა შეაკავოს, მაგრამ არა ისე, რომ ახალი მსოფლიო ომი გამოიწვიოს. Again, these aircrafts ეს თვითმფრინავები ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებული სტარტის შეთანხმების გამო, რომელიც მომავალ წელს იწურება. უცნობია ამ შეთანხმების მომავალი ბედიც. რა შეიძლება მოყვეს ამ თავდასხმას ბირთვული განურცელებლობის, ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში? After that actions. დიახ, ეს პრობლემა, რადგან ბირთვული უსაფრთხოების ძირითადი შემადგენელი გამჭვირვალობაა. თუ იცით, სად არიან განთავსებულნი ბირთვული ბომბდამშენები, მოულოდნელ თავდასხმას არ ელოდებით. მათი ღია სივრცეში განლაგება ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის მსოფლიოს. ეს ბოროტად იქნა გამოყენებული.
რუსული ბირთვულ ბომბდამშენების ღია სივრცეში განთავსება გამოიყენეს, რათა მათზე დრონებით შეტევა განიხორციელებინათ. ამის გამო რუსებს მოუწევთ მათი მიწის ქვეშ გადატანა დაფარვა. ეს ცუდია ბირთვული გამჭვირვალობისთვის. ეს ზრდის სიფრთხილეს და უნდობლობას. ერთ მხარეს არ ეცოდინება, რას გააკეთებს მეორე. ეს უზარმაზარი და ნაკარგია დამანგრეველია. შემაშფოთებელია, რომ ამის კრიტიკული გააზრება არ არსებობს. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ზეიმობენ, თითქოს ეს კარგია, მაგრამ საერთაშორისო უსაფრთხოება ასე არ მუშაობს. თუ რაღაცა ცუდია რუსეთისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის კარგია, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სფეროში დაპირისპირება იზრდება. მათ შეუძლიათ თქვი პასუხონ ისე, რაც ჩვენთვისაც ცუდი გახდეს. ეს ძალიან მოუმწიფებელი და საშიშია. Let's talk a little bit about these countries in between. მოდით ვისაუბროთ იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნატოსა და რუსეთს შორის არიან მოქცეულნი. მოლდოვა, უკრაინა, საქართველო. რომელთა უსაფრთხოებაც, როგორც ახსენეთ, საკმაოდ მყიფეა. განსაკუთრებით მოლდოვა და საქართველო ვახსენოთ, რადგან უკრაინაში ახლა კონფლიქტის ცხელი ფაზა მიმდინარეობს, რაც სახელმწიფოებრიობის სერიოზული პრობლემაა. რა განსხვავებაა ერთი მხრივ მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და მეორე მხრივ ბალტიისპირეთის ქვეყნების და ახლა უკვე შვედეთისა და ფინეთის ნატოში წევრობას შორის, რომლებიც საკმაოდ მარტივად gაწევრიანენ. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ დიდი ძალის საზღვარზე მცირე ქვეყანა ხართ, სავარაუდოდ დაუწონ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამას კონფერენციაზეც აღნიშნავდი ისტორიის მანძილზე, თუ რუსეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან ახლოს ხართ, თქვენი სუვერენიტეტი ალბათ მრავალჯერ შელახულა. ეს მოწყვლადობაა. პრობლემა ისაა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. შეიძლება ინსტინქტით გარნახობდეთ, რომ მოვიტვიოთ სხვა დიდი ძალა და ისინი დაგვიცავენ და ეს გარკვეულწილად მართალია, მაგრამ ეს მიდგომა ვერ ითვალისწინებს იმას, რომ არსებობს უსაფრთხოების სფეროში კონკურენცია. ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განლაგდა. ის აქ მხოლოდ ხალხის დასაცავად არ შემოვა. მას სხვა მიზნებიც ექნება. მას რუსების დასუსტება სურს, ასე რომ მოულოდნელად ის რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ იქცევა და რუსეთს მოუწევს უპასუხოს. ამიტომ საქართველოსთვის ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს, ისევე როგორც მაგალითად კუბისთვის. კუბას აქვს ამერიკის გამოწუხილი საფუძველი, მაგრამ თუ იქ რუსულ რაკეტებს განათავსებთ, ამერიკელები გაანადგურებენ მათ, ისევე როგორც მექსიკაში გააკეთებდნენ იგივეს. ეს თქვენ შესაძლებლობებს ზღუდავს. ამიტომაც უნდა გაითვალისწინოთ კონკურენციის საკითხი უსაფრთხოების სფეროში და რაში ხართ შეზღუდულები. მე ყოველთვის აღნიშნავდი, რომ უკრაინის მსგავსი ქვეყნების მთავარი მიზანი ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია უნდა ყოფილიყო. ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე, რადგან მაშინ რუსეთს მოჭარბებული გავლენა ექნება თქვენზე, მაგრამ არც ბრძოლის ხაზად უნდა აქციოთ საკუთარი თავი. ამიტომ შეეცადეთ ვაჭრობდეთ რაც შეიძლება მეტ დიდ ძალასთან, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დამოკიდებულება. გსურთ გქონდეთ ბალანსი შეკავებასა და მშვიდობას შორის. მაგალითად სკანდინავიაში, ისტორიულად ცივი ომის განმავლობაში, ისინი ამ პრინციპს მისდევდნენ. ნორვეგია თავიდანვე ნატოს ნაწილი იყო, მაგრამ მას ნატოს მსუბუქ ვერსიას ეძახდნენ. მას საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ჯარების განთავსება არ სურდა. მას არ სურდა, რომ ამერიკელებს სიტუაცია დაეძაბათ ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ასე რომ საბჭოელების დასამშვიდებლად შეკავება პროვოცირების გარეშე იყო მთავარი მიზანი. და ეს ძალიან რთული ბალანსია. ფინეთი და შვედეთი, რა თქმა უნდა, ნეიტრალურები იყვნენ. პრობლემა ისაა, რომ ცივი ომის შემდეგ ჩვენ აღარ ვიზრუნეთ რუსებზე. ვთქვით, რომ ისინი სუსტები არიან. ასე რომ მოულოდნელად უფრო აგრესიულ პოზიცია დავიკავეთ მათ მიმართ. ჩვენ აღარ ვცდილობთ მათ დამშვიდებას, რაც აძლიერებს უსაფრთხოების სფეროში დაპირისპირებას. ეს რუსებს აშფოთებს. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და თუ თქვენ დიდი ძალის უსაფრთხოებას დაიმუქრებით, ის ძალიან არასასურველი ფორმით კი პასუხებთ. თუმცა ჩვენთან გამეფებულია აზრია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ რუსები. ჩვენ ზურგს ამერიკა გვიმაგრებს. ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს უკვე მულტიპოლარული სამყაროა. ამერიკელები სულ უფრო მეტად ახდენენ კონცენტრირებას მსოფლიოს სხვა წერტილებში. ჩვენ კი საკუთარ თავს ფრონტის ხაზად ვაქცევთ. ასე რომ არც ისე ბევრი განსხვავებაა. ფიქრობ სკანდინავიის ქვეყნები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ვემზადებით უკრაინის გამოცდილების განმეორებისთვის. თუ ამ გზას გავაგრძელებთ, ჩვენც გავნადგურდებით. ამ გზის გაგრძელება არ შეიძლება. How could you be destroyed being როგორ შეიძლება განადგურდეთ, როდესაც ნატოს წევრები ხართ? მეხუთე მუხს აღარ აქვს მნიშვნელობა?
Well, the Article 5 it suggests that მეხუთე მუხლი ყველა ქვეყანას აძლევს საშუალებას მისთვის მისაღები პასუხი გამოიმუშაოს. ის ძალის გამოყენებას არ ავალდებულებს. და თუნდაც ავალდებულებდეს, როგორ ფიქრობთ, გარისკავდნენ კი ამერიკელები ბირთულობს თქვენს გადასარჩენად. ეს ცივი ომის დროსაც აქტუალური კითხვა იყო. გაწირავდნენ თუ არა ამერიკელები ნიუ-იორკს ბერლინის გადასარჩენად. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების მთავარი საზრუნავია. ისინი უფრო მეტად ჩინეთისკენ იხურებიან. ფიქრობ, მეხუთე მუხლისადმი მთევინდობა დროთა განმავლობაში შემცირდება, ეს ზემოთხსენებულ ამოცანას უკავშირდება. ერთის მხრივ რუსებს არ სურთ მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა, ხოლო მეორეს მხრივ ისინი საჭიროდ ფლიან უპასუხონ იმას, რასაც აგრესიად მიიჩნევენ. ახლა, როდესაც საზღვრებზე აგრესია იზრდება, ხოლო ამერიკელების ჩართულობა ევროპულ უსაფრთხოებაში, როგორც ჩანს, მცირდება რუსეთის რეაგირება აგრესიულ მეზობლებზე შეიძლება. ასე რომ თუ ამერიკელები უკან იხევენ, ჩვენ რეალობას უნდა შევეკვოთ. თქვენც უნდა დაიწყოთ დამშვიდება. შეკავება, მაგრამ ასევე მეზობლის დამშვიდება. ამის გარეშე მე მხოლოდ განადგურებას მოველი. Destruction coming our way. When the Baltic states became the როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს წევრები გახდნენ, ეს უნიპოლარული ეპოქა იყო. ნატოს სიძლიერის ხანა. ფიქრობთ, რომ ჩვენ ქართველებმა, უკრაინელებმა და მოლდოველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნიპოლარული პერიოდი დასრულდა. in the manner we behave. Yeah, no, I think so. დიახ, ფიქრობ ასეა, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ეს გაკვეთილები ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და სკანდინავიელებსაც ეხებათ. ჩვენ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გქონდეს დიდი ძალის მიმართ. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია. არ შეიძლება გსურდეს აქციო საკუთარი ქვეყანა ფრონტის ხაზად დიდი ქვეყნის საზღვარზე. ფიქრობ, ცოტა დაგვიანებულია. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოში 2004 წელს შევიდნენ. რუსეთი მაშინ ჯერ კიდევ უიმედოდ სუსტი იყო. მან ნელ-ნელა დაიწყო გამოჯანმრთელება. იმ დროს ნატო ძალიან ძლიერად და მძლავრად გამოიყურებოდა. თუმცა ეს იყო ნატოს გაფართოების, ასე ვთქვათ, წყევლად ცივი ომის დასრულების შემდეგ. უფრო მეტი ყურადღება უნდა გაგვემახვილებინა ზოგიერთი პოლიტიკური, ისტორიული განსხვავების დაძლევაზე. ცხადია, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში ან საქართველოში ცხოვრობთ, გაქვთ მიზეზები, გქონდეთ ისტორიული წყენა რუსების მიმართ. რა თქმა უნდა, პოლონეთში რომ ყოფილიყავი, მეც ნატოს წევრობა მომინდებოდა ისტორიის გათვალისწინებით. ასე რომ, ეს სრულად გასაგებია. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო სისტემაში, უსაფრთხოების სფეროში კონკურენციის პირობებში თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მოწინააღმდეგეების უსაფრთხოება. ასე რომ ზოგიერთი პრობლემის დაძლევის ნაცვლად, ჩვენ ამას ბოროტად ვიყენებთ. თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ისტორიული წყენა აქვთ რუსეთის მიმართ, შვენიერია, ახლა ჩვენ შეგვიძლია ისინი ფრონტის ხაზად ვაქციოთ. საქართველოს რუსეთთან პრობლემები აქვს, შვენიერია, შეგვიძლია რაკეტები და ბაზები განმათავსოთ იქ და საქართველო გამოვიყენოთ როგორც წინა ხაზი რუსების წინააღმდეგ. ფიქრობ, სწორედ ეს არის პრობლემა. ჩვენ შევქმნით ალიანსი, რომელიც პასუხობს მშვიდობიანობის დროის მოთხოვნებს, თუმცა მას არ აქვს სტიმული ისტორიული პრობლემების დასაძლევად. სამაგიეროდ, ჩვენ ვიყენებთ ამ პრობლემებს ახალი, ძალაზე დაფუძნებული სტრუქტურების აღსადგენად. ასე რომ, ფიქრობ, ბლოკური პოლიტიკა ჩვენი მთავარი მტერია. საქმე იმაში არ არის, ცუდია თუ არა ამერიკა ან რუსეთი, საქმე უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ნულოვანი ჯამის ბლოკური პოლიტიკა არის კიბო ევროპისთვის. სწორედ ეს უნდა დავძლიოთ. როგორ უნდა მოვიფავოთ უსაფრთხოება? უსაფრთხოების საკითხებზე დაპირისპირების შემცირებით თუ რუსეთის, როგორც მტრის განადგურებით. სამწუხაროდ ჩვენ მეორე ავირჩიეთ, მაგრამ ეს მცდარი არჩევანია. ჩვენ უნდა შევამციროთ კონკურენცია უსაფრთხოების სფეროში. I would like to ask you about the Russians. მინდა კითხოთ თავად რუსეთის შესახებ. ბევრი ამბობს, რომ დასავლეთმა დაკარგა მომენტი, როდესაც რუსეთმა გაძლიერება დაიწყო. როგორ ფიქრობ, დასავლურმა ძალებმა ხელიდან გაუშვეს კონტროლი რუსეთის შიგნით 2000-იან წლებში? თუ ეს გარდაუვალი იყო? Comeback was unavoidable. What do you think about Well, nothing is unavoidable if you saw what happened. არაფერია გარდაუვალი. თუ 90-იან წლებში მომხდარ მოვლენებს გადავხედავთ, რუსეთში დაიწყო კატასტროფული პრივატიზაცია, რომელიც საბოლოოდ განგსტერულ კაპიტალიზმად იქცა. მთელი ფული რამდენიმე ოლიგარქის ხელში აღმოჩნდა. ეს ოლიგარქები ლონდონში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. რუსებმა კი ეს უსაფრთხოების გამოწვევა დაარქვეს, რადგან ოლიგარქები აკონტროლებდნენ ბიზნესს და მედიას. მათ სულ უფრო მეტი გავლენა მოიპოვეს პოლიტიკაზე. ეს ოლიგარქები დასავლეთთან ძალიან დაახლოვდნენ. ამიტომ გაჩნდა გაგება, რომ ქვეყნის მართვა კოლონიის მსგავსად შეიძლებოდა.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც პუტინი ცნობილი და პოპულარული გახადა. მან ოლიგარქებს დაუწყო და განაცხადა, ვინც პოლიტიკაში ჩაერევა 90-იანი წლების დანაშაულებებისთვის პასუხს აგებს. ყველა ოლიგარქს ჰქონდა დანაშაული. სამწუხარო შედეგი ის იყო, რომ ყველა ოლიგარქმა, ვინც პუტინს მხარს უჭერდა, თავისი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ის, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა, ჩამოიშორეს. ფიქრობ, რუსების უმრავლესობას ირჩევნა ყველა ოლიგარქი მოეშორებინათ, ვიდრე მხოლოდ ისინი, ვინც პუტინის წინააღმდეგი იყო. ამგვარად დასავლეთმა დაკარგა კონტროლი, რადგან რუსეთმა ამ ფორმით ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია მოახდინა, რაც მანამდე რუსეთს ეკავლენას ახდენდა. პუტინს დასავლეთთან განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. მასაც სურდა საერთო ევროპაში ინტეგრაცია, ელცინი ამბობდა თქვა, ჩვენ ცალმხრივ დათმობებზე წავალთ. დასავლეთში ინტეგრაციას დასავლეთის პირობებით მოვახდენთ. შემდეგ კი დასავლეთში ვთქვით, არა, რუსეთი არ გვინდა ევროპაში ან ნატოში. ჩვენ გვინდა შევქმნათ ევროპა რუსების გარეშე. ამან აქცია ევროპა რუსეთის წინააღმდეგ. პუტინმა განსხვავებული მიდგომა აირჩია. მან თქვა, ცალმხრივი დათმობების დრო დასრულდა. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი სიძლიერის აღდგენა. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს რესურსებს და ამ საფუძველზე ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, როგორც თანასწორები და არა როგორც დაქვემდებარებულები, თუმცა ამანაც არ იმუშავა. And this also didn't work. Can it really be the European შეიძლება თუ არა არსებობდეს ევროპული რეალური უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად? Russia's admirations? No, I think not, because ფიქრობ, არა. როგორც უკვე აუნიშნე, ევროპა რუსეთის გარეშე ნიშნავს ევროპას რუსეთის წინააღმდეგ. დღეს ევროპისთვის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სამყაროს უფრო და უფრო მულტიპოლარული სახე მიეცა, ხოლო თავად ევროპა აღარ წარმოადგენს ძალაუფლების დამოუკიდებელ პოლოს. ევროპა სუსტდება. რატომ? რადგან თავად ვეკავყავით კონტინენტი, შევქმენით გამყოფი ხაზები, რომლებიც მილიტარიზებულია, მართავთ პროქსი ომებს. გაყოფილ ევროპაში ევროპელები გადაჭარბებულად არიან დამოკიდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რუსეთი, ჩინეთზე და საბოლოოდ ყველა ფაიკის როლში ვართ. რაც კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემას ისაა, რომ ეს აღარც ცივი ომის დროინდელი სიტუაციაა, სოფლიო აღარ არის დასავლეთზე ორიენტირებული. სწორედ მაშინ, როცა ევროპა უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ამერიკაზე, ამერიკელებს აქ ნაკლები ინტერესი აქვთ და ღიად გვეუბნებიან, ჩვენ ახლა ნაკლები რესურსი გვაქვს, უნდა შევეგუოთ სხვა დიდ ძალებს, რადგან უნიპოლარული ეპოქა დასრულდა და ევროპა აღარ არის პრიორიტეტი. ახლა მთავარი პრიორიტეტი აზია, ჩინეთი, შემდეგ ახლო აღმოსავლეთი და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ევროპა. ევროპა მესამე ადგილზეა. შესაბამისად, თავს ზედმეტად დამოკიდებულს ხვდით ამერიკაზე, რომელსაც ჩვენ და მინ ინტერესი აღარ აქვს. ეს ძალიან არასაჭირო და სახიფათო სტრატეგიაა, ახალ მსოფლიო წესრიგში კონკურენტუნარიანები ვერ ვიქნებით. რა არის ამ პრიორიტეტების შეცვლის მთავარი მიზეზი? რატომ აღმოჩნდა ევროპა მესამე ადგილზე? მთავარი მიზეზია მულტიპოლარული სისტემის ჩამოყალიბება. გაჩნდა სხვა დიდი ძალები. ამერიკისთვის მთავარი მეტოქე ჩინეთია, რუსეთი არა, მას არ აქვს საკმარისი ძალა და არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს. ჩინეთი კი არის ის ეკონომიკა, რომელმაც ამერიკას შეიძლება ჩამოართვას ლიდერობა. უნიპოლარულ სისტემაში, როცა ყველგან ხარ, რესურსები უნდა გადაანაწილო. მულტიპოლარულ გარემოში კი პრიორიტეტების განსაზღვრა გარდაუვალია, ნაკლები რესურსი გაქვს და კონცენტრირება მთავარ მოწინააღმდეგეზე, ჩინეთზე უნდა მოახდინო. თუ ერთდროულად დაუპირისპირდები ჩინეთსა და რუსეთს, ამ ორ გიგანტს ერთმანეთს დაუკავშირებ, რაც ყველაზე უარესია ამერიკისთვის. ამას დამატებული ირანიც შედეგად ამერიკა იღებს სამ გაერთიანებულ ევრაზიულ გიგანტს, რომლებიც სულ უფრო უნდობლად უყურებენ მას. ამას ემატება ისიც, რომ ინდოეთიც მიუხედავად გარკვეული სიმპათიებისა, არ ენდობა ამერიკის მიერ მართულ ეკონომიკურ სისტემას. ასე რომ საბოლოოდ ამერიკას უწევს პრიორიტეტების განსაზღვრა. ევროპაში ყველა რესურსის ჩადება აზრს კარგავს, რადგან ეს რუსეთს ჩინეთისკენ უბიძგებს. ამიტომაც ტრამპი და სხვა ლიდერებიც ამ მიმართულებით მიდიან. ეს მხოლოდ ტრამპის იდეა არ არის, ობამამ ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა, უნდა გადავერთოთ აზიაზე, ასე რომ ეს ტრამპის იდეა არ არის, ის უბრალოდ აძლიერებს ამ მიმართულებას. ზოგჯერ ამბობენ, რომ ტრამპის იდეა რუსეთისა და ჩინეთის ალიანსის დაშლა. რამდენად რეალურია ეს დღეს და რა უნდა შესთავაზოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ამისათვის? US offered to Russia to split this alliance. I don't think you can split them because არ მგონია რომ მათი დაშლა შესაძლებელია.
ამერიკაში ბევრს სჯერა, რომ თუ რუსეთს ოდნავ უკეთესად მოექცევიან, ის ჩინეთის წინააღმდეგ შემოbrunდება. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რუსებს ჩინელები არ სცილთ. ბოლო წლებში ჩინეთი იყო ქვეყანა, რომელმაც მათ გადარჩენას ყველაზე მეტად შეუწყო ხელი, მაშინ როცა ამერიკა ცდილობდა რუსეთის განადგურებას. რუსებს დასავლეთში ინტეგრაციის იმედი აღარ აქვთ. პროცესი, რომელიც პეტრე დიდის დროს დაიწყო, დასრულდა. პირველად ისტორიაში სამფანი ეკონომიკური ცენტრები აღმოსავლეთშია. რუსეთი ახლა პარტნიორობას აღმოსავლეთში ეძებს. მათი ინტერესი კი დივერსიფიკაცია, არ სურთ მთლიანად ჩინეთზე დამოკიდებულება, ისევე როგორც საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული. ამიტომაც რუსეთი ცდილობს მეტი ივაჭროს ინდოეთთან, ირანთან, კორეასთან, ევროპასთანაც კი. რუსებს სურთ დივერსიფიკაცია და ეს აწყობს ამერიკასაც თუ შეწყვეტენ სანქციებს, რუსეთი ბუნებრივად დააბალანსებს დამოკიდებულებებს. მაგრამ ალიანსი ჩინეთის წინააღმდეგ არ მოხდება. And there is also in India. ასევე აქვე უნდა ვახსენოთ ინდოეთიც. რუსეთში აღნიშნავენ, რომ ინდოეთი რუსეთისთვის უფრო ბუნებრივი პარტნიორია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლიოში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? მართლა ასეა? იმიტომ რომ ინდოეთი არის განვითარებადი ძალა. ის ჯერ კიდევ არ არის გლობალური ძალა მულტიპოლარულ სამყაროში, მაგრამ მეორე მხრივ ის ნამდვილად აძლიერებს თავის ეკონომიკას, თავის ძალას რეგიონში. In the region. რუსეთს და მანამდე საბჭოთა კავშირსაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ინდოეთთან, თუმცა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები არასდროს იყო მძლავრი. მულტიპოლარული ევრაზია, სადაც ძალაუფლება არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ჩინეთზე, რუსეთს სრულიად აწყობს. ჩინეთის ლიდერობა მისაღებია, მაგრამ დომინირება არა. დივერსიფიკაციაა გამოსავალი. ინდოეთის ჩართვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორობაში ხელს უშლის ჩინეთის ჰეგემონიას. შანხაის ორგანიზაციაში და ბრიქსში ინდოეთის ყოფნა სწორედ ამიტომაა სასარგებლო. როდესაც დასავლეთი ცდილობს ინდოეთსა და რუსეთის ურთიერთობებს ხელი შეუშალოს, პირიქით, ამით რუსეთს უფრო დამოკიდებულს ხდის ჩინეთზე. იგივე ეხება ირანს, რაც მეტად იზოლირებულია ეს ქვეყანა, მით უფრო მეტად იხრება ის ჩინეთისკენს. ასე რომ ამერიკისთვის და ზოგადად ყველასთვის უკეთესია, რომ ამ ქვეყნებს ჰქონდეთ დივერსიფიცირებული კავშირები. Emerging the global south. გლობალური სამხრეთის გაძლიერების ფონზე რამდენად შეუძლია დასავლეთს, მაგალითად ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ერთმანეთს შეაჯიბროს იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად დასავლეთთან შევიდეს კონკურენციაში. ისტორიულად ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისევე როგორც ბრიტანეთს, ჰქონდათ ოფშორული სტრატეგია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი თავს იკავებდნენ ევრაზიულ კონტინენტზე აქტიურობისგან. ისინი აქ მხოლოდ ომის ბოლო ფაზაში ერეოდნენ, როდესაც კონფლიქტის მხარეები უკვე ყველა რესურსს ამოცურავდა და სისხლს დაურიდა. შემდეგ კი უბრალოდ უზრუნველყოფდნენ ძალთა ბალანსის დამყარებას და გადიოდნენ. რატომ? იმიტომ რომ თუ ევრაზიაში დიდი ძალაუფლების მოპოვებას შეეცდებით, სხვა ქვეყნები თქვენს დაბალანსებას დაიწყებენ და მოგიწევთ ბევრი რესურსის დახარჯვა. ასე რომ იდეა იყო დავამყაროთ ძალთა ბალანსი და შემდეგ გავიდეთ. ამან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ იმუშავა. საბჭოთა კავშირის გაძლიერებამ ამერიკას გადაახვევინა თავდაპირველი გეგმიდან და ეტოვებინა ევროპა 10 წელიწადში და მოუწია იქ დარჩენა. თუ ცივი ომის შემდგომ პერიოდს გადავხედავთ, როდესაც შეერთებული შტატების ჰეგემონიაზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა ჩამოყალიბდა, უნიპოლარობის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი პირველ რიგში ის იყო, რომ ის ამერიკულ რესურსებს გამოფიტავდა. ამხელა იმპერიის ქონა ძალიან ძვირია. პრობლემები, რომელსაც ამერიკა ახლა ეჯახება, მოსალოდნელი იყო. მეორე საკითხია, რომ ჰეგემონია მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს, თუ სხვა ძალების აღზევებას ხელს უშლი. რუსეთი და ჩინეთი ზედმეტად ძლიერები არ უნდა გახდნენ. ასე რომ როგორც კი მათ შეკავებას შეეცდებით, ყველა ეს ახალი ძალის ცენტრი დაიწყებს თანამშრომლობას შეერთებული შტატების კოლექტიური დაბალანსებისთვის. მაგალითად ბრიქსი. იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც ძალიან ცოტა აქვთ საერთო იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, ბრაზილია, მაგრამ ყველა ერთად აღიარებს, რომ ამერიკაზე ზედმეტი დამოკიდებულება პრობლემაა. ასე რომ ახლა ამერიკის კოლექტიური დაბალანსება მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრობლემა ისაა, რომ ის ყველა რესურსს ხარჯავს და ამით ის უბიძგებს დანარჩენ მსოფლიოს მისი დასაბალანსებისკენ. ამ ვითარებაში გამოსავალია საერთაშორისო სისტემაში უფრო ზომიერი პოზიციის დაკავება. თუ ამერიკელები ცოტათი უკან დაიხევენ, მაგალითად თუ ითქვიან ჩვენ მრავალ დიდ ძალთაგან ერთ-ერთი ვართ, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ჭრილობების მოშუშება, საკუთარი ეკონომიკური სიძლიერის აღდგენა, დავალიანების შემცირება.
მაგრამ ასევე თუ უკან დაიხევენ ჩინელებს, რუსებს, ირანელებს არ იქნებათ ამერიკის დაბალანსების საერთო მიზანი. ისინი ერთმანეთის გაკონტროლებას დაიწყებენ. აშ შეუძლია უკან დაიხიოს, ავიდგინოს საკუთარი სიძლიერე და იყოს საერთაშორისო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაშინაც კი თუ ზედმეტად ხართ ამერიკის ჰეგემონიის გაგრძელების მომხრე, უნდა აღიაროთ, რომ ეს მდგრადი არ არის. ყოველწლიურად ისინი ტრილიონობით დავალიანებას იღებენ. სახლში მათ უამრავი ეკონომიკური პრობლემა აქვთ, სოციალური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია, ყველაფერი ინგრევა. დანარჩენი მსოფლიო მათ აბალანსებს. მათი მოკავშირეები მათ მიმართ ნაკლებად ენთუზიაზმით არიან განწყობილნი, ასე რომ ამ გზის გაგრძელება არ შეიძლება. ამიტომ ცვლილებები უნდა მოხდეს. და ვფიქრობ, ცვლილება არის ძალაუფლების გადანაწილებაზე თანხმობა. ეს არის მულტიპოლარული სისტემა. თქვენ უნდა იმოქმედოთ შესაბამისად, რათა დაიკავოთ თქვენი ადგილი მრავალდით ძალასთან ერთად. მიეცით სხვებს საშუალება ერთმანეთი დააბალანსონ. ვფიქრობ, ეს ბევრად უკეთესი მიდგომა ამერიკელებისთვის. Some small countries will remain in ზოგიერთი პატარა ქვეყანა გააგრძელებს არსებობას იმ გეოპოლიტიკურ არეალში, სადაც ის ახლა ცხოვრობს. მაგალითად, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე აღმოსავლეთ ევროპელები. ვიცით, რომ ეს ევროპის კონტინენტია და ვიცით, რომელი დიდი ძალები მონაწილეობენ ევროპის პოლიტიკაში. მაგრამ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, სამხრეთ კავკასია ზოგადად, ცენტრალური აზია, ეს ალბათ მზარდი კონკურენციის ადგილად უნდა მოვიაზროთ განვითარებად გლობალურ ძალებს შორის. უკვე ნათელია რა მოხდება ამ რეგიონებში. What will happen in these regions? No. But არა, მაგრამ მიღებული წესია, რომ როდესაც თუ სამეზობლოში ცხოვრობ, შვიდობის შენარჩუნების მეტი სტიმული გაქვს. მაგალითად, უკრაინას თუ შევხედავთ, შეერთებული შტატებისთვის არ იყო ძალიან ძვირი მისი პროქსი, ძალად ქცევა და რუსეთთან დაპირისპირება. შემდეგ ამბობდნენ, ახლა ევროპაში ავღანეთი გვაქვს ადგილი, სადაც რუსულ რესურსებს გამოვფითავთ. პრობლემა ისაა, რომ თუ ყველაფერი ცუდად წავა და უკვე ცუდად მიდის, ამერიკელებს ყოველთვის აქვთ ალტერნატივის შესაძლებლობა. მათ ყოველთვის შეუძლიათ უბრალოდ უკან დაიხიონ. გაითვალისწინეთ, რომ 2 წელზე მეტი ხნის წინ ყოფილმა გერმანელმა გენერალმა ჰარალდ კუჯატმა, რომელიც გერმანიის ბუნდესვერის ხელმძღვანელი იყო, გაგვაფრთხილა, უკვე ვმარცხდებით უკრაინაში. როდესაც ეს ცხადი გახდება, ამერიკელები გავლენ და ეს პრობლემა ჩვენ დაგვრჩება. და რუსების რისხვა ჩვენსკენ იქნება მომართული. ეს ძალიან სწორია, მაგრამ არავის სურდა მისი მოსმენა. ამ ყველაფრის აზრი ისაა, რომ ჩვენ მაინც აქ უნდა ვიცხოვროთ. ეს ჩვენი გეოგრაფია, ჩვენ მაინც ვიზიარებთ საზღვარს დიდ ძალასთან, როგორიცაა რუსეთი. ამერიკას ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაიხიოს. ამიტომ რეგიონში მცხოვრებ ქვეყნებს ყოველთვის აქვთ სტიმული ავიარონ გეოგრაფიის უცვლელობა. ფიქრობ, ამ მიზეზით მსოფლიოს ამ ნაწილში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი, ირანი, ყველას განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ სტიმული. მოდით, საზღვარზე ყველაფერი სტაბილურად შევინარჩუნოთ. შემდეგ კი შეგიძლიათ დაიწყოთ საწყისი წერტილი და თავიდან ავიცილოთ უსაფრთხოების სფეროში ზედმეტი დაპირისპირება. გავითვალისწინოთ ერთმანეთის ინტერესები. ასე რომ, თუ რუსეთი საქართველოს სრულ დინირებას მოითხოვს, თურქებს და ირანელებს ეს არ მოეწონებათ. მათ აქვთ ერთმანეთთან გარიგების ბუნებრივი გზა. უბრალოდ თავიდან ავიცილოთ გავლენის სფეროები, მუდმივი ან ექსკლუზიური დომინირება. სამაგიეროდ მივცეთ მაგალითად საქართველოს მსგავს ქვეყნებს საშუალება იმოქმედონ როგორც სუვერენულმა და მოუკიდებელმა ქვეყანებმა და არ გამოვიყენოთ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგი იარაღად. ფიქრობ, ეს საუკეთესო გზაა. კიდევ ერთხელ, თუ შორს მყოფი ქვეყანა ხართ, არ გაქვთ ისეთი ცლადი, როგორიცაა სამეზობლოს სტაბილურად შენარჩუნების საჭიროება. ეს არც გჭირდებათ. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, როგორიცაა Rand Corporation-ი. თუ გსურთ რუსეთის როგორც კონკურენტის დასუსტება, მისი საზღვრების დესტაბილიზაციაა საჭირო. ისინი ამბობენ, დააკვირდით სომხეთს, აზერბაიჯანს. იქ შეგიძლიათ პრობლემების შექმნა. ყაზახეთი, საქართველო, ბელორუსია. რაც მეტი ქაოსია რუსეთის საზღვარზე, მით მეტ რესურსს ხარჯავს ის. ეს არ არის ilūzija, თუ აქ ცხოვრობთ. ასე რომ უსაფრთხოების ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. For what? For what of the reasons? რისთვის, რა მიზეზების გამო? რუსეთის გასანადგურებლად თუ 90-იან წლებში დასაბრუნებლად, როდესაც ოლიგარქები აკონტროლებდნენ ყველაფერს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. რა არის რუსეთის საზღვარზე ამდენი პრობლემის შექმნის მთავარი მიზეზი? Many problems on the Russian border. ეს უბრალოდ გეოპოლიტიკაა. რუსეთი პატარა ქვეყანა რომ ყოფილიყო, ამას არ გააკეთებდნენ.
მაგრამ საერთაშორისო სისტემას რომ გაიხედოთ, ვინ არიან დიდი ძალები, ამ მომენტისთვის მხოლოდ სამი დიდი ძალა, შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. ამიტომ არ სურთ, რომ სხვა დიდი ძალები ზედმეტად ძლიერები გახდნენ, რადგან მაშინ ისინი შეძლებენ ამერიკის გამოწვევას. ამიტომაც აში ცდილობს მეტოქეების რესურსების გამოფიტვას და დასუსტებას. ეს ყოველთვის ხდება, მაგრამ ზომიერად. პრობლემა ისაა, თუ თქვენს უსაფრთხოებას ჰეგემონიას უკავშირებთ, ანუ თუ თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, რომ დომინაციაში ვერავინ გეცილებათ, ეს აუცილებელს ხდის ყველა მეტოქის დასუსტებას. საბოლოოდ, ეს ძალიან დესტრუქციული პოლიტიკაა. And finally about the Georgia და ბოლოს საქართველოს საკითხის განხილვით რომ დავასრულოთ ჩვენი საუბარი. თქვენ მიიჩნევთ რომ მულტიპოლარულობაში რეგიონულ ძალებსაც შეუძლიათ ერთმანეთის დაბალანსება. რუსეთი, თურქეთი, ირანი, ზოგჯერ შესაძლოა ინდოეთიც და ჩინეთიც თავისი ინტერესებით კავკასიაში და ასე შემდეგ. არის ეს გამოსავალი ჩვენთვის? With its interest in the Caucasus and etc. Is this a solution for us? Yeah, and well, ეს შესაძლებელთაგან საუკეთესო ვარიანტია. ასე რომ კიდევ ერთხელ გამოსავალი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის დივერსიფიკაცია. მე ყოველთვის ამას აუნიშნავ. თუ თქვენი ეკონომიკური ვაჭრობის 90 რუსეთზე მოდის, მაშინ ზედმეტად დამოკიდებული ხდებით და ეს პრობლემაა. ამიტომ არ არის სასურველი ზედმეტი დამოკიდებულება ბევრად უფრო ძლიერ ქვეყანაზე. სწორედ ამის შესაძლებლობას ქმნის მულტიპოლარული სისტემა. შეგიძლიათ დივერსიფიკაცია მოახდინოთ და სწორედ ამას აკეთებს მრავალი ქვეყანა. თუ თურქეთს, საუდის არაბეთს, ყველა ამ ქვეყანას შეხედავთ, ისინი ამბობენ, ცივი ომის მსგავსი ბიპოლარული სისტემის ან ცივი ომის შემდგომი უნიპოლარული სისტემის დროს, მხოლოდ ერთი ტიპის თამაშია და უნდა გააკეთოთ ის, რასაც გეუბნებია. ახლა თურქებიც და სხვებიც აღიარებენ, რომ თუ საკმარისი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, საკმარისი აშსთან და სხვა დიდ ძალებთან, მაშინ ვერავინ გვაკონტროლებს. სწორედ ეს არის. ამიტომაც ხედავთ, რომ ეს ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთიც, მაქსიმალურად ცდილობენ დივერსიფიკაციას. რადგან ალიანსის სისტემის პირობებში, რომელიც ჰეგემონურ ეპოქას ახასიათებს, გაქვთ მხოლოდ ორი ვარიანტია: ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენს წინააღმდეგ ხართ. რომ არ გავაგრძელოთ მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, როდესაც ჩინელები საუდის არაბეთსა და ირანს შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობდნენ, ამერიკელებში ამან პანიკა გამოიწვია. რატომ? იმიტომ რომ თუ დაძაბულობა, მაშინ არაბები გემორჩილებიან და ირანის შეკავება შესაძლებელია. თუ მშვიდობა დამყარდება, არაბები ამერიკას ისე აღარ მოусმენენ და ირანის შეკავებაც გართულდება. იგივე მიზეზის გამო არ სურთ, რომ ევროპაშიც სრულად დამყარდეს მშვიდობა. მაგ შემთხვევაში ვინ შეაკავებს რუსეთს? და ასევე რატომ იქნებოდნენ ევროპელები ლოიალურნი და მორჩილნი? ალიანსის სისტემაში ყოველთვის არის სტიმული დაძაბულობის შესანარჩუნებლად. ფიქრობ, სწორედ ეს არის, რასაც ქვეყნებმა არა მხოლოდ აქ, მსოფლიოს ამ ნაწილში, არამედ ზოგადად უნდა მოერიდონ, ანუ ალიანსის სისტემებს. უნდა გამოვრიცხოთ თუ არა სრულად ევროპა კავკასიიდან. გულისხმობ დიდი ძალების ამ თამაშის of the big powers. არა, ფიქრობ, ევროპაში არის უამრავი კარგი ქვეყანა, რომლებთანაც შეიძლება ვაჭრობა კავშირების დივერსიფიკაციისთვის. I mean the Europe. გულისხმობ ევროპა თუ შეიძლება მოვიაზროთ როგორც დიდი ძალა მულტიპოლარობაში, რომელიც კავკასიის რეგიონში დიდი მოთამაშე იქნება. Region, for instance, is it feasible? Well, again, ისევ ვიმეორებ, თავარი არის ბლოკების თავიდან აცილება. არ უნდა იყოთ მხოლოდ პროევროპელი ან ანტიევროპელი. ყველაფერი მიიღოთ, ამგულებელყოთ. ევროპა უნდა იყოს მრავალთაგან ერთ-ერთი, რომელთანაც ვაჭრობა უნდა დამყარდეს. მე ევროპელი ვარ. მინდა რომ ჩემს ქვეყანასა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო კავშირები არსებობდეს. ეს ფანტასტიკური იქნებოდა, თუმცა არა გადაჭარბებული. მაგალითად, მოლდოვასთან ან საქართველოსთან ევროკავშირის პარტნიორობა ძალიან ასიმეტრიულია. საქართველო ბევრად უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ევროკავშირზე, ვიდრე ევროკავშირი საქართველოზე. და ეს ასიმეტრიული ურთიერთდამოკიდებულება პოლიტიკურ გავლენად გარდაიქმნება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეუძლია გიკარნახოთ ვაჭრობის პირობები, შეუძლია მოგთხოვოთ პოლიტიკური დათმობა ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ასე რომ ეს არ ნიშნავს, რომ არ გსურდეთ ურთიერთობა, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სხვა პარტნიორებიც უნდა გყავდეთ. ზედმეტად მოგახდებით დამოკიდებული უცხო ძალაზე. ძალიან მოხარული ვიქნები საქართველოსა და ევროპას შორის უკეთესი პარტნიორობის ხირვით. უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ საქართველო ვასალი უნდა იყოს. გააგრძელეთ მუშაობა ამერიკასთან, ევროპასთან, მაგრამ ასევე რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთთან. ფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ახლა მულტიპოლარულ სისტემაში ვხედავთ. რადგან უნიპოლარობის სხეულა იყო გამყოფი ხაზები, ან ჩვენთან ხართ, ან რუსებთან, და როგორც მესმის, სწორედ ასეთია რიტორიკა თქვენთანაც. თუ თქვენ უარსიტყვით საკუთარი ქვეყანა ფრონტის ხაზად აქციოთ, მაშინ პრორუსი ხართ.
ეს ძალიან საშიში პოზიცია. გამყოფ ხაზზე ყოფნა გაგანადგურებთ. ფიქრობ თქვენ სწორედ ამას გსურთ დააღწიოთ თავი და ვფიქრობ დივერსიფიკაციაა გამოსავალი. And I think diversification is the solution. პროფესორო დიზენ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. იმედი მაქვს მომავალში მეტი საუბრის შესაძლებლობა გვექნება. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი მასპინძლობა ჩვენს პროგრამაში და ამ ფორუმზე. უღრმესი მადლობა წარმატებას გისურვებთ. Thank you so much. Wish you good luck. Thank you.